თუ თქვენ ქმარს აქვს ჯადო გაკეთებული, ან თქვენ ხართ საყვარელი და მისი ცოლი გიკეთებთ ჯადოს და რა თქმა უნდა გაქვთ სექსუალური ურთიერთობები, ცოლი თუ ხართ თავისთავად, ჩათვალეთ, რომ ვერანაირად ვერ გაიხარებთ ვერც ჯანმრთელობით და ვერც ბედნიერი ცხოვრებით. მოდი შევხედოთ ძალიან მარტივად და ლოგიკურად. სულ რომ კაცს ჯადო არ ჰქონდეს. როდესაც კაცი ურთიერთობს ძალიან ბევრ ქალბატონთან და მით უმეტეს ტოქსიურ ქალბატონთან, კაცისთვის სულ ერთი 100 კაცთან რო დაწვეს ენერგიაზე პრობლემა არ აქვს, მაგრამ როდესაც ის ამის შემდეგ წვება თქვენთან, მის ნაგავს, ესე ვთქვათ, ბრჭყალებში, რაც მის საშვილოსნოში და ცუდი ენერგეტიკა, ნაგავში გულისხმობ ცუდ ენერგეტიკას, გადმოაქვს თქვენს საშვილოსნოში. წარმოიდგინეთ ახლა, თქვენ სახლში შემოვიდა ადამიანი, რომელიც არის ბინძური, დაგიყარათ ნაგავი, ყველა ოთახში გაიხურა კარები და წავიდა. ამ ნაგავს არ ყრის არავინ და ეს ნაგავი ყროლდება. ეს რას ნიშნავს? ნაგავი ყროლდება ენერგეტიკულად, როგორც თქვენ საშვილოსნოში, ისევ თქვენს ტვინში, ისევ თქვენ ორგანიზმში, რაც აისახება ხასიათზე, გუნება-განწყობილებაზე, ბარაქაზე, ჯანმრთელობაზე და 1000 უბედურებაზე კიდევ. ამიტომაც არის, რომ საყვარლები ძირითადად თუ ცოლი უკეთებს ჯადოს, ავადდება, ვერ იხარებს, პრობლემები აქვს და პირიქით, თუ საყვარელი ცოლს ქმარს უკეთებს ჯადოს და თქვენს ქმარს და თქვენ ავადდებით და გაქვთ 1000 პრობლემა და უბედურება. რა არის გამოსავალი? გამოსავალი არის თქვენი წმენდა, გამოსავალი არის მამაკაცის წმენდა. შემდეგ უკვე შეხედავთ და შეძლებისაგვარად, ესე ვთქვათ, გააკეთებთ იმას, რაც თქვენ დაგჭირდებათ. სხვა შემთხვევაში, ყოველგვარი შეშინებების გარეშე, ყოველგვარი ყველაფრის გარეშე, ლოგიკურადაც რო ვიმსჯელოთ, ადამიანს არაფერი არ ეშველება, დაინგრევა ოჯახი, რაც უკვე ოჯახის ნგრევის მატებამ ჩემთან იმატა, ყოველდღიურად თუ მოდიოდა 5 კაცი, მოდის 10 კაცი რო ოჯახი დამენგრა, ქმრის საყვარელმა წამართვა, ასე შემდეგ და ასე შემდეგ. მოკლედ მეგობრებო, გაიკეთეთ წმენდა, თქვენს ქმარს გაუკეთეთ, მერე დაცვა და იყავით ბედნიერები ერთხელ და სამუდამოდ. ყოველ შემთხვევაში ვერავინ ვერ წაგართმევთ.